ძველი რადიო მიშა და ნინო დაგიბრუნდით დიტოსთან ერთად, როგორც ყოველთვის ამ დროს ამბები სპორტული ცხოვრებიდან. დიტო, როგორც ყოველთვის ვიცი, რომ ძალიან საინტერესო თემები შემოგვიერთეთ. ცოტა ისე ვართ, რა იცი, დღევანდელი საერთოდ ეს დღევანდელი შაბათი, რა თქმა უნდა, რატომ ამაზე ვიტყვით ახლა ჩვენს ბრძანებ კალათბურთზე ეძღვნება, თან ბუნებრივია იმ პერიპეტიებიდან გამომდინარე, რაც ახლა 2 დღის რიგაში მოხდა. ხვალ ესპანეთთან გველის მეტად რთული შეხვედრა თბილისში ჩვენთან გორგია ჯორჯიკია სახელობის სპორტის სასახლეში ამაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ დასკვნით მონაკვეთში და აი ერთგულ სმენელს მიმართავ რომ ასე არ გადართოთ ბოლომდე მოგვისმინოთ იმიტომ რომ რიგაში უკრაინელების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციას საჯების მართაც აი საარაკო გაუგონარ ქმედებას ყველაზე მტკივნეული იყო ის ჩვენი არ ვიცი აი ეს რა ის ვაი ეგრეთ წოდებული რა უწოდო ვერც კომაქს უწოდე ვერც ქართველს ვერაფერს აი ეს დამოკიდებულება რასაც შემდგომ ამ ჩემთვის მეტად საძულველ სოციალურ ქსელებში მოყვა შეურაცხყოფა ფურთხება გინება მიწასთან გასწორება იმის მაგივრად რომ ბიჭო რას არ უნდა იყოს შენი სისხლი და ხორცია რომ გაამხნევო ხო მოდი ამაზე მოგვიანებით და დასკვნით გასწორებით დღევანდელ თარიღს მივევანდებით დღეს კი ბატონო ჩვენი ანატოლი ვოვა ვლადიმირ აურია კი ტოლიკა არის უმცროსი ძმა თორე 3 დედმამიშვილები არიან არაჩვეულებრივი ადამიანი და ძალიან ეს არის სრულიად ქართული და ევროპული კალათბურთის ლეგენდა თვითონ სანამ დაიწყებ საუბარს ის წარმომავლობის ამბავი ხო და აი ჩემ გულში იყავი და ამას მინდა პირველი გაუსვა ხაზი მილოცვას უპირველეს მინი იუბილეა დღეს შეუსრულდა ვლადიმერ ალექსანდროვიჩს ეს მეგობრულად ეხუმრობით თორე ის ყოველთვის ვოვად დარჩება ის ყოველთვის ესეთი სიმპათიური ლამაზი ყოველთვის ესეთ პატარა ბიჭის იერით და ერუდირებული სხვადასხვის საოცრად და მე ბიჭო ამ ბიჭში აი ხე ჩემთვის ბიჭია რა თქმა უნდა თორე უკვე 45 წელი მოიყარა ვოვა არაფერი არ არის ამინდა აღვნიშნო ხო გვარი წარმომავლობით საერთოდ ბოისები როგორც მე ვიცი არიან ბელარუსები და ამაზე არასოდეს არავინ არ საუბრობს და გეტყვი რატო აი ყველაზე უახლოესი გარემოცვა მისი უახლოესი მეგობრები და რატომ ისეთი ეს ბიჭი არის სიმბოლოდ იქცა აი ქართული სულის და ღირსების შთაგონების ვის რომელსაც აი ხო გენეტიკურად შეიძლება წვეთი სისხლი არა მაგრამ რაც ამან უერთგულა საქართველოს მთელი ჯერ როგორც სპორტსმენის კარიერის მანძილზე შემდგომ კარიერის შემდეგ ის საქართველოს გარეშე ფაქტიურად რა ვიცი ხა ერთი წუთი ვერძლებს ხა ოჯახთან ჩადის სლოვენიაში და სულ ასეა ის ბიზნესი რაცა ის საყვარელი რომელიც საკუთარი ხელი და ამაზე ცლად ვისაუბრებთ ისიც საქართველოსია ანუ ამ ბიჭს არ შეუძლია საქართველოს გარეშე ცხოვრება და შეწირა ძალიან დიდი და სერიოზული კარიერას ამ შემთხვევაში კარიერა ბრწყინვალე ქონდა მაგრამ მე მატერიალურ ხარჯს ვამბობ თუნდაც ის ფაქტორი რომ თელისტო დღესაც ლუბლიანაში სლოვენიის დედაქალაქში სლოვენია მოიხსნება ადრიატიკაში პოსტ-იუგოსლავური ქვეყნები და თავისი ცხოვრების დონით არის უპირობო ლიდერი ნუ წარმოუდგენელი იყო სლოვენიელებისთვის როგორ ვერ მიაღებინეს სლოვენიის მოქალაქეობა და როგორ ვერ ათამაშეს თავის ქვეყნის ნაკრებში და აი ურთულეს პერიოდში სადაც ჯერ კიდევ არ იყო კალათბურთი ახლა ბევრი რამ წამოიწია და ვიკამ ჩვენმა ვიქტორ სანიგიძის ძალისხმევით ძალიან ბევრი რამ გაგედა იგივე მატერიალურ-ტექნიკური ბაზები და ეს ყველაფერი და რა ქართული მაქსიმალიზმი ხოჭი დღესვე უნდა დღეს ხაუ შედეგი უზე ბიჭო შედეგს აწლეულები და ხანდახან ის არ ყოფნის მე კი ვინმეს კი არ ვიცავ ფაქტის კონსტატირებას ვაკეთებ აი ჯერ კიდე იმ პერიოდში როცა ძალიან რთული მდგომარეობა იყო იგივე ცხოვრების ყოფით ქვეყანაში 98 წელზეა საუბარი წარო ხო გახსოვს ახლა 98-ში ნუ როგორი მომენტი იყო ხო 5 ლარი რო გეშოვა შეიძლება 5 ბიძაშვილთან უნდა მისულიყავი ნუ არა არ ყო აღარ იყო სერიოზული სიღატაკე და გაჭიროებია სიღატაკე იყო აი ამ პერიოდში კი ვერაცდუნეს სლოვენიელებმა. როცა უკვე სლოვენია იმასე იდგა. მოდი მეთოდურად მივყვეთ კარიერას ამ ულამაზეს აუნიჭერესი ბიჭის ძალიან დიდი სპორტული ტრადიციების მქონე ოჯახი.
რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს მისმა მშობლებმა, აი უწესიერესმა ადამიანებმა და ასეთივე შვილები გაზარდეს ალექსანდრემ და ცხონებულმა ქალბატონმა ტატიანამ აღარ არის ამ ქვეყნად სამწუხაროდ ეს ქალბატონი ორივე იყვნენ ფრენბურთელები, მკვიდრი რუსთაველები და სამი შვილი და ორი ბიჭი, ვოვა, ტოლიკა, ძროსი და ასევე ქალიშვილი ვიკა. ხო და ეს სხვა შორის ტოლიკას ქალბურთელობაში ხო ვოვას უზარმაზარი ის მიუძღვის, ადრე კარგად ხუმრობდა ხოლმე, ბევრმა არ იცის ბიჭო რომ ბავშვობაშიო სანამ ქეჩოში მოგიდებდი ხაზარ იმაზე კარგი გაგებით ხო ბაჟარნიკობა უნდა მე ხანძრე როგას პატარდა არა ნუ ტოლიკას იმაში სხვა შორის აქვე გაუსრებ მოვლენებს და ეს უნიკალური რამ მოხდა რომ 2011 წლის ევრო ბასკეტზე ორივე ძმებმა ვოვამ და ტოლი ბოისებმა ხარდამხარ ერთგუნდში ეროვნულ ნაკრებში ითამაშეს ევრო ბასკეტზე იმდენად ნიჭიერი იყო ეხა არის მიუხედავად იმისა რომ 2 მეტრი და 8 სანტიმეტრი მხრებში რა გაწეული და ის ელასტიური თევზივით ელასტიური ამპლუით მძიმე ფორვარდი 4 ნომერი მაგრამ საჭიროების შემთხვევაში თავისუფლად შეეძლო 3 ნომრად თამაში და ასევე 5 ნომრად უნივერსალური თვისებების და 15 წლის უკვე ოთარ ხმელიძე მანამდე ჯერ ბავშვობაში მე ხმელიძის და ეს მთელი რუსთავი უკვე პირდაღებული უყურეს და უკვე ასევე გავარდა რა არა მარტო რუსთავის ქვეყანაში რაღაც უნიკალურ მოვლენას და აუმოვალ ვარსკვლავთან გვაქვს საქმე და სულ პატარა ბიჭი ხო 15 წლის ასაკში ჩაირიცხა მაშინ რუსთავის ხო თუ არ ვსწრები ჯერ კიდევ აზოტი იყო იმდენჯერ შეიცვალა რუსთავმა სახელი რომ ეხა ამას არსებითი მნიშვნელობა რუსთავის თავარ საკალათბურთო გუნდში ნუ მცირე ხანი დაჰყო და 98 წლიდან უკვე დაიწყო ვოვას კარიერა ვოვას საერთაშორისო კარიერა დაიწყო სლოვენიაში ეცაგან მაგის თქმა მინდა დარწმუნებული ვარ აი თუ ვაჭარბებდე რა სერიოზულ ნიძლავს დავდებ აი ეხლა ლიუბლიანა სლოვენიის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე რომ გავიდეთ და რომ გავაჩერო მკვიდრი მოსახლეობები და უფრო მეტად პრეზიდენტის სახელი თუ იციან თუ ბოისა ვინ არის აი თუ არ მოვიგო ეს ნიძლავი რა მიუხედავად იმისა რომ ნუ გარკვეული პერიოდი გავიდა რა გარკვეული პერიოდი მაგრამ ეს ბოისა და რატომ იმიტომ რომ თვითონ ჯერ სლოვენიაში დაიწყო მაგრამ სანამ მოხდებოდა ლიუბლიანას მთავარ გუნდში ეს ოლიმპია ეს ყველაზე დიდი ტრადიციების და ისტორიის მქონე გუნდი მანამდე ორ გუნდში თამაშობდა მე მოხდა ოლიმპიაში და ოლიმპიაში ნახე ეხა მარტო ის რომ ჯერ ევროლიგაზე ხო სულ ახალგაზრდა იყო რომელსაც გუნდი ძალიან მაღალ დონეზე და ისე აი ღირსეულა წარადგინა სლოვენიის სამგზის ჩემპიონი სლოვენიის თასის სამგზის მფლობელი სლოვენიის ყველა ვარსკვლავის 4 გზის მონაწილე მაგრამ ეს კიდე არაფერს არ მეტყველებს იმაზე რა სლოვენიელებსაც ჰქონდა დამოკიდებულება და როგორ ბრწყინავდა ვოვა ოლიმპიას რიგებში გახდა ადრიატიკის ლიგის ჩემპიონი მერე გარკვეული პერიოდი მცირე ხანს დაშორდა სლოვენიას გადაინაცვლა აპენინებზე და იტალიის სერია A-ში ან უმაღლეს დივიზიონში სიენას მონტეპასკის რიგებში გახდა იტალიის ჩემპიონი და აი გვირგვინი სათხდება 2010 წელს ბრუნდება ბალკანეთში ოღონ ჯერ სლოვენიაში არა და მაშინ აი როგორ გითხრა მიშა იცი რაც აი ჩვენთვის იმ საბჭოურ ეპოქაში იყო თბილისის დინამო გალბურჯი ხო და დინამოზე ვისაუბრეთ ამის შემდეგ CSKA რუსებისთვის ხო ანუ დაუმარცხებელი აი ასეთი სიმონა ზაგრების სიმონა რომელიც დღესაც შეება ლიდერად ხორვატული კალბურთის აი ზადარში თამაშობდა ზადარი უპირისპირდებოდა სუპერფინალში და პრაქტიკულად ვოვა ნუ ლამის ერთი კაცი უგებდა სიმონას სერიას უგებდა 2 თერც სერია იყო 3 მოგებამდე ერთი მოგება აშორებდა და ეს არის 2010 წელი და აი აქ სამწუხაროდ აი არ ვიცი უმძიმესი ტრავმა მუხლის მყესი გაიწყვიტა ის სერია რა თქმა უნდა ზადარმა წააგოვას გარეშე იმიტომ რომ იქ არანაირი შანსი არ ჰქონდა მე ეს ტრავმა სანამ ოფიციალურად კარიერას დაასრულებდა მუდმივად ტანჯავდა აი 2011 ევრობასკეტზეც 2013 წელს სხვა შორის 2012-ში დაასრულა ნუ რეალურად აქ არმიაშიც ცდილობდა მაგრამ იცი რა ჰქონდა იმიტომ რომ იცოდა რა თავისი ფასი ოღონდ აქ მედიდურობაზე კი არ არის საუბარი უბრალოდ მას არ უნდოდა და სწორი გადაწყვეტილებაც აი ყველაზე მეტად ამას ვაფასებ ადამიანს როცა შენ უკვე ის აღარ ძალგის რასაც აკეთებდი რომ
დროულად უნდა წახვიდე ეს მის აღარ აი ესე რომ ცალფეხზე ვდგევარ ცალხელზე ვდგევარ სპორტში არიან რა ესეთი ფანატიკოსები მაგრამ თირა ხშირ შემთხვევაში არ არის რა საზოგადოება იმათ ვეღარ გიღებს უკვე რაც იხავი ამიტომ ეს წავიდა დროულად სამწუხარო ნუ რეალურად წავიდა 30 წლის ასაკში რა მე ვამბობ იმ კლასს რაც შეეძლო 2013 წელს აი ეს ბედის ირონია რა არის როგორ ემზადებოდა როგორი სურვილი ქონდა იმიტომ რომ სლოვენია მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა და რატო ამას ახლა ვიტყვი ევრობასკეტი სლოვენიაში ჩატარდა და აქ უკვე მხოლოდ კომაგის და მაყურებლის როლში იყო ვოვას ულამაზესი მეუღლე ყოფილი ფრენბურთელი სულ სპორტთან არის დაკავშირებული ნახე სლოვენიელი ქალბატონია ქალვაჟი ორი უნიჭიერესი ორივე სპორტსმენები ნაია ფრენბურთელია და ახლა მთელი აქცენტი სწავლაზეა გადატანილი თორე ფრენბურთელთა ნაკრებში ჩვენ ეროვნულ ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში იყო ლიანი ვაჟი კალათბურთელია ჩვენს ერთ-ერთ ასაკობრივ ნაკრებში თუ არ ვსები აქ ნათამაშები და ორივე ამჟამად სლოვენიაში ცხოვრობს და ეს თვითონ ბუნებით ისეთი ადამიანია რომ აი ზედემოკრატია არასოდეს არავის ცხოვრებაში და საქმეში მათ შორის შვილის არჩევაში არ ერევა ყველაფერი უიშვიათესი სითბოს და იუმორის მქონე მატარებელი ადამიანი ხარ რამდენი წელია ვოვას ვიცნობ პირადად რამდენი წელი მთელი მისი კარიერა ხო წინ მიდევს აი 98 წლიდან ხო 98-ში და მილენიუმის დასაწყისში არ ვიცნობდი აი დღემდე ხო 28 წელზეა საუბარი კაცი არ შემხვედრია რომ ვოვაზე არათუ აუგი ეთქვას რომ აღმატებულ ხარისხში და ძალიან დიდი სითბოთი არის საუბარი უაღრესად გახსნილი და თბილი ადამიანი რომელსაც რო გინდოდეს ხინჭს ვერ მოუძებნი და მე მეგობრულად დავარქვი მუხბე რატო იმიტომ რომ მუხბე სვანურად მეგობარს ნიშნავს და ჩვენი საერთო მეგობარია შაკო ონიანი ჩალვა არის უწესრიესი ადამიანი სპორტოდი აუცილებლად უნდა გავაკეთო ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ახ ქართულ კალათბურთში ეს არის საერთო კალათბურთის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი როგორც კი ხდება ხოლმე შაკოს არ ეძახი შაკოს მე პირველი ეძახი ზურს უგაროა მუხბე აუცილებლად და მეც უკვე დავიწყე მოვას ძალიან მომწონს სიტყვა მუხბე კი არა ლამაზი სიტყვა კი და ეხა როგორი მომენტია და როცა ვიცოდი სვანური უკვე არა ჩემ ბარიტონის რო ესმის მეც რო ვოვას უკვე შაკოს კი რა მუხბე დაუძახო ტრიალდება ვოვა უკვე თვითონ ტრიალდება აი ვოვას და დაძახება არ უნდა ხო და აი ეს კარიერა წარმოგიდგენია და ერხო ნუ ეროვნულ ნაკრებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია რა ნუ 80 და სხვა შორის 98-შივე შედგა დებიუტი ეროვნული ნაკრების რიგებში რომელიც აი როგორც აღნიშნეთ 2012 წლამდე ნუ რეალურად აი 2011 წლის ევრობასკეტის ჩათვლით გასტანა რა და კიდევ ერთხელ არ ვიცი მინდა ხაზი გამოვყო აი რამდენი და დავსვა ეს ტრივიალური შეკითხვა ბიჭო არათუ აი გენეტიკურად თქვა და არა ქართველი კი არა. რამდენი ქართველი გაუძლებდა აი ამ ცდუნებას, რომ აი ამ ყველაფერზე ეთქვა უარი რა. ეს მარტო. ეხლა ორი ბოისას შესახებ მინდა მოგითხროთ, რომელიც უკვე პოსტ კარიერას ეხება. პირველი ბოისა ეს არის პაპუა გვინეაში არის მოქმედი ვულკანი ბოისა და ეხლა რატო ვიხსენე ბაბას იცი ეს რომ გავიგე ეს რო გავიგე აი ხო აღნიშნე როგორი თვისებებით არის შემკობილი მაგრამ ძალზე იშვიათად ეს თუ წონასწორობიდან ვინმე გამოიყვანდა რა ძალიან იშვიათი იყო რა ეს ვეზუვის ემსგავსებოდა იმ ბოისას კი არა ეს რას ლაპარაკო ბიჭო ეს იყო რაღაც საოცარი და ამიტომ მარად გიზგიზებს რა თავისი ბუნებით ამ ადამიანს ეცხოვრება უთქავს და ახლა მივედი მთავარზე ეს არის მესამე ბოისა რაც მიშას რო ვაჩვენე სხვათა შორის ფოტოები მიშას თვალები აურცხინდა რატო ეს არის სხვათა შორის კარიერა რო დაამთავრა ეს არც არავის ურჩევია არც რაიმე დიდი მასე არ არის აი ახალგაზრდობის პერიოდიდანვე რატომღაც ქონდა აი რა არის არა მაინც ეს ქართული სული რო ხარ გაჟღენტილი განურჩევლად კიდე ერთხელ ვამბობ კიდე ის ნუ აი სულით გაჟღენტილი რო მეღვინეობის მიმართ. რაღაც ვენახები შეიძინა და დაიწყო თავისი ბრენდი შამოს. ხო, ის კი არა რომ ეხა ვიღაცას ქირავ გასაგებია და შენი შეივლი და არა
თვითონ დაადგა, თვითონ იდგა საწნახელთან. ანუ ყოველთვის ახლაც ასია რაღაც პროცესებში თვითონ ღებულობს პირად, იმიტომ რომ ეს სიამოვნებას ანიჭებს, იმიტომ რომ იქ ისეთი შემადგენლობაა რომ არა თვითონ იღებს რა სიამოვნებას და უბრალოდ პირველი რაც იყო თუ არ ვსდები ჩამოასხა ეს იყო ჩვეულებრივი ბოდე კაციტელი ჩამოასხა მაგრამ მე აქცენტი თავიდანვე გადაიტანა იმიტომ რომ თვითონაც უყურს ეს არის კონიაკი ეს არის ქართული ბრენდი კონიაკი ბოისა ქვია მაგრამ ისეთი კონიაკია მე მქონდა ბედნიერება ეს გამესინჯა მე გეტყვი ასე აი ეს არის იმ კონიაკების კატეგორიას განეკუთვნება ნინიკო ეს არის მოხსენება სპეციფიური სასმელი რომ აი ნახტ ისეთ აი ასეთი კლასის კონიაკს ეგრეთ წოდებული შესატანი ანუ აი ზაკოსკას რო ეძახით არ ჭირდება ერთი გრაფინი შეგიძლია დალიო და ორის მოლოდინში ორის მოთხოვნა გიჩნდება მე არა არის რა არის და სლოვენიელებმა შეუწყეს ხელი იმაზე რომ სლოვენიის ბაზარზე მოხერხდა ამ პროდუქციის გატანა და ნელ-ნელა გაზარდა ეხა რაოდენობა ეხა ეს დეტალები უკვე ეხა რაოდენობა და როგორ კაცის კომერციულ და მარკეტინგულ იმაში ხო არ შევალ და არ შედის მაგრამ თავარია რომ აი ამას ყველაფერს ქმნის და აკეთებს 2013 წლიდან მოყოლებული ანუ პრაქტიკულად კარიერის დამთავრებიდან უწყვეტ რეჟიმში არის საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. ისიც მინდა აღვნიშნო, რაღაცა ცოტა ისეთი გარდამტეხი პერიოდი იყო, მე არ მინდა ახლა ის გვარები და ის პიროვნებები ვახსენო. კონდა კიდე წამოყენებული კანდიდატურა. იმიტომ რომ არ. თვითონ პრეზიდენტობა კი არ უნდა, უბრალოდ საჭიროების შემთხვევაში აი საგალბურთო ოჯახი, ჩასაყი ოჯახი იბრძოლებდა ვოვასაღით, მაგრამ როგორც კი სიტუაცია ისე განიმუხტა საბედნიეროდ და კარგად დაალაგდა, ვოვა მომიტავრა თავისი კანდიდატურა მოხსნა. ამჟამად არის ასევე ეროვნული ნაკრების ტექნიკური დირექტორი. და აი ხო გეუბნები რა, საოცარი ადამიანია რა. ადამიანია ეს აიდანაც აი არ ვიცი. კიდე ერთხელ აი ამაზე დიდი ნათელი მაგალითი რა გინდა, ხო? მიულოცოთ კიდევ ერთხელ. არა, მიულოცოთ და პირველ რიგში მადლობა გადაუხატოთ. აი ამ თავდადებისთვის, ხვაწლისთვის, ერთგულებისთვის, ქვეყნისთვის და თან რა ეპოქაში, ბიჭო. 98 წელი. ყველას სამივე ძალიან კარგად და ჩვენ სტაჟიებს მენელსაც ძალიან კარგად ახსოვს რა პერიოდი. ყველაფერი საუკეთესო ვუსურვოთ. კიდო და მეორე და აი მულამაზეს ქალვარს ხო? წარმატება და ძალიან გამიხარდება რომ ნაიას გააგრძელებს, ნუ ეხა ისეა რა, ფრენბურთელის კარიერას და არ ვიცი რა, ლიანიც ვაჟი აუცილებლად ეხა სიამოვნებით უსურვებ რომ მამაზე დიდი კალათბურთი ითამაშოს, ეს ძალიან რთულია, იმდენად ნიჭიერი და დიდი, აი რომ არა ეს ტრავმა, ოვას ფასდაუდებელი ის ქონდა რა, არა ნუ რას, ფაქტიურად ერთ კაც მართა და ეს ოლიმპია რო ვახსენე, ოლიმპიადა ის სიბონა ფაქტიურად საკუთარი მხრები დათრი. თქმა უნდა, ერთი კაცი არიგებს, ეხლა ცოტა ისე ხატოვნად ვამბობ, მაგრამ მეორე მხარეც არის. ვერც ოლიმპიამ და ვერც სიბონამ და ვერც სიენამ. ბოლოს გარეშე, ნუ სიენას გაიგე და შევიშოდე. ვერ ივარგეს. ანუ ის მომენტალურად დაკნინდა. ვოვა შემოგევლე. გილოსავ დაბადების დღეს და ყველა შენი მადღერძელებელი და კეთილსურველი ადამიანი და კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას გიხდი იმ ძალიან დიდი ამაგი და ღვაწლისთვის, რაც შენ როგორც არა მარტო კალათბურთის, არამედ სრულიად შენი ქვეყნის საქართველოს წინაშე გაქვს გაწეული და რა თქმა უნდა, ისე რომ გასინჯოთ ბრენდი ბოისა, რეკლამის გარეშე არ გამომეკიდოს ახლა ვიღაცა, ისე რომ გასინჯოთ თავად დარწმუნდებით, მიხვდებით ვისთან და როგორ უნიჭიერეს ადამიანთან გაქვს საქმე. ვლადიმერ ბოისა, ვისაც დღეს დაბადებიდან 45 წელი შეუძლია. დიტო, ეხლა ისევ კალათბურთის თემა, 64 წლის წინ. ლეგენდარული 1962 წლის 29 ივნისს თბილისის დინამომ კალათბურთში ევროპის ჩემპიონატად თასი მოიგო. ეს მადრიდთან არა მარტო დღემდე, ნინიკო ძვირფასო ამაზე გეუბნე, არა მარტო დღემდე. ეს დარწმუნებული ვარ, ღმერთმაქრას ახლა ვწდებოდი, ხო? ნუ იმდენად რთულია დღეს ჩვენი გადასახედიდან ამ შედეგის გამეორება, რომ ეს სპორტის სათამაშო სახეობათა შორის დარჩება ყველაზე დიდ და ამის გამეორება რომ რომელიმე ხო კალათბურთი, ფეხბურთი რა ვიცი რა რაც გინდა სათამაშო სახეობაზე ჩემპიონთა თასი კი არა ბიჭო სულ იმას ვამბობ ამ ცხოვრებაში ის მომასრო რომ ქართულ გუნდს
ევროლიგაზე ვნახავო და როგორ გიყურებენ, იცი რომ აუ შენ სად დაფრინაო რა, აი სახეზე რო აწერიეთ. ეხა არც ტყუიან, იმიტომ რომ ეხა დღეს იმდენად წარმოუდგენელია ჩვენი რესურსი და უამრავი სხვა ფაქტორიდან გამომდინარე ქართული გუნდზე. იმთასია საუბარი. ესე რომ მე კიდე ერთხელ ვამბობ და სხვათა შორის აქაც და ხაზი გაუსვა რა ბიჭო. კეისარს კეისრისაო რა კეთილი ინებეთ და როცა საუბრობთ სხვა თარიღებზე. ამ თარიღზე მაღლა ნულცერ თარიღს ნუაყენებთ, იმიტომ რომ ამას ანალოგი არ აქვს და ეხა ვის რა და როგორ გაქვს წარმოჩენილი, ეს თქვენი პირადი საქმეა. მაგრამ არსებობს ოფიციალური რეესტრი, რასაც ვერ გადაახდებით. და სხვა 30 სახეობის თასი, ერთი კი არა 30 თასი რო გაერთიანო, ამას ვერ გაუტოლებ. ეს არის ევროპის ჩემპიონთა თასი და ფინალში მადრიდის რეალის დამარცხება. მიდი რა გეხვეწები რა, რეალის დუბლებს მოუგე დღეს სადმე რა. მოუგე რა სადმე რა, ამ ბეგურჯია გაუბო. დიტო, რამ განაპირობა აი ამ ხელა გამარჯვება? აი ძალიან კარგი კითხვა. სხვა შორის ნიკო იცი რა მომხდათ სუდათ რო იცი აი თაობა რომელიც რა რიცი არ იყო ინტეგრირებული. ეხა მეც არ მოსწრები ვარ უშუალოდ ჩემი ასაკიდან იმ პერიპეტიებს, მაგრამ მე მქონდა ურთიერთობა აი ამ წარმატების შემოქმედ ჯგუფი საკმაოდ დიდ ნაწილთან. ყველასთან არა, მაგრამ საკმაოდ დიდ ნაწილთან. ახლა რამდენიმე დღისინა ეს 29 ივნისი რო იყო, ისეთ საშინელებას უსვენებ ბიჭო, ისეთი რაღაც შრალის გეგონება ბოდიში და ჩემპიონთა თასი კი არა. შტაბიზრება რა დამჭა იცი გას. ვინმეს კი არ ვესხმითავს, ესე არ შეიძლება. თითქოს ბიჭო თიხის თასია, აგვიღია სადღაც ორგობის ჩემპიონატში. აი რა უსწრებდა ნინიკოს კითხვას. დავიწყოთ იმით რომ ბევრმა რატომღაც არ იცის რომ ეს იყო ჩვენი მეორე მცდელობა ესოდენ ყველაზე დიდი ტიტული რაც არის ევროპაში, ეს არის ჩემპიონთა თასი. დღეს ის გახდა უბრალოდ მემკვიდრე იქცა ევროლიგის. დღეს რაც ევროლიგა, ის ევროლიგა გაგრძელება იმ ჩემპიონთა თასის სხვა სტრუქტურით, სხვა ფინანსური იმით, უმსხვილესი კომერციული ტურნირი, უდიდესი ასიგნირები და ასე. ჩვენ 2 წლის წინ 1960 წელს ვითამაშეთ პირველად ჩემპიონთა თასის ფინალი. და აი აქ მინდა აღნიშნო რომ მაშინ კაცო სულ პატარა რო ვიყავი, მამაჩემი ბობოქრობდა ხოლმე რა ცხონებული რომ ბიჭო აიო გოგი ავალიშვილი რატო გაუშვესო და მე ხო ეხა სულ წარმოდგენა არ მე ვიცოდი რომ გოგი იყო აი ქართული კალათბურთის ერთ-ერთი მესაძირკველი და ძალიან დიდი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ამას თავისი ლოგიკური ის ჰქონდა, იმიტომ რომ ჩვენ მაშინ რიგის კაც, რომელიც ევროპული კალათბურთის აი ჩათვალე რომ მექას წარმოადგენდა რამ დაიში მოყრილი იყო, მაშინ 2 თამაში ტარდებოდა ფინალში შინ და გარეთ და რიგის კაცთან თბილისში წავაგე და 10 ქულა, მე ჯიღზე რა თქმა უნდა ვირთხით ხელი რომ ეს შემთხვევითიაო და იქ რიგაშიო და იქ ვიღარაღას მოგაგებინებდა ეს რიგის გაგონება აღარ მინდა კაცო და ის იქაც 7 ქულა წავაგეთ, მაგრამ თვითონ რა მოხდა რიგის კაც თავარი მსვლელი იყო მაშინ ეს დიდი ეს KGB FSB-ს გენერალი ეს ალექსანდრე იაკოვლევიჩი ეს გომელსკი საშა გომელსკი ის ლეგენდარული ხო გენერალი იყო KGB-ს გენერლობამდე ავიდა ბიჭო. ხო და ცი რა თქვა რომ შესაძლოა სხვაგვარად განვითარებულიყო მოვლენებიო რომ მაშინ დინამოს მსმელს რო არ დაესვა სერიოზული შეცდომაო, მაშინ ნახე სკას ყავდა სამიგენიოსი ეს კაპიტანი ვალდმანისი, ეს მუჟნიექსი ეს როლელი და ასევე ლეგენდა კრუმიში და მუჟნიექს პერსონალური დაცვა უნდა ეთამაშა გურამ მინაშვილს, რომელიც გოგი ავალიშვილმა არ გააკეთა და ეს მთელმა სამყარომ მიცნახა ყველა მაგიარა უდიდეს და გარდამტეხ შეცდომად. ნუ მსნელი შედეგზე აგებს პასუხს, თამაშის აგებულია და მონებრივია გოგი ავალიშვილი გაანთავისუფლეს და მოვიდა ოთარ მიხაილოვიჩი. ოთარ კორქიატორი. არანაირი მაშინ არაფერი ეგრეთ წოდებული, არც ინტრიგა და არაფერი, იმიტომ რატომღაც მაშინ აი რო გითხარი მამაჩემს. იმ თაობის ბიჭო რაღაც ბევრს დააწყდა გული, არა გული გასაგებია, მაგრამ შედეგი არ დაიდო, რაც ასურველი იყო სერიოზული შეცდომა და ოთარ მიხაილოვიჩი მოყო საერთოდ ეპოქა შექმნა და აი ეს უკვე 2 წლის შემდეგ ხდება უკვე ჩემპიონთა თასის გათამაშებაში თბილისის დინამო კვლავ როგორც საბჭოური იმხანად საბჭოური კალათბურთის გრანდი უპრობლემოდ გადის ნახევარფინალამდე
და მიაქციეთ ყურადღება წელს აი ნინიკომ აღნიშნა კიდეც ჩვენი ამ თარიღის დასაწყისში, რაც გაცნობის დასაწყისში 64 წლის წინ ხდება. ესე იგი 1962 წელს გაგანია ხრუშჩოვის პერიოდში და ნახევარ ფინალში ეთამაშები შენ არც მეტი არც ნაკლები აი ამ სალდაფონების თავარ იმას მოსკოვის CSKA-ს ეს რას ნიშნავს? განწირული ხარ. კი. სტოვარი ჩამოვიდა. იყო რა თქმა უნდა, ოღონდ იცი არ ვიცი ესე დეტალები უბრალოდ არ შემოგვინახეს წყაროებმა, ბიჭებმაც ბოლომდე არის აი ესე პირდაპირ დირექტივა არ წამოსულა. აი ესე ღიად როგორი აი რო იტყვიან ეს პრავიცესვენი უკაზირო. მაგრამ სტოვარი იყო ჩამოსული და საკმაოდ შორს დავიჭირეთ და მოხდა ის რომ ორივე თამაში მოუგეთ. 75-71 მოუგეთ. მოსკოვში და თბილისში 77-66, ანუ ორი აი მეორე, ანუ უშანსოდ დავტოვეთ და თა როგორიც ეს კაის არაფერი და გავედით ფინალში. გავედით ფინალში მადრიდის რეალთან და აი წეგან მე შემთხვევით არ მიხსენებია 2 წლის რიგის კასთან 2 მატჩი იმჟამიდელი ფორმატით ევროპული გალბურთის ფედერაცია მართავდა 2 თამაშს შინდაგარი. მაგრამ რა კიხა ისევ 62 წელია. ისევ ფრანკოს რეჟიმი და რუსების და ფრანკოს დამოკიდებულება შენ კარგად მოიხსენება. კინაღამ დავკარგეთ ყველაფერი, იმიტომ რომ აი რას მანამდე ის ტაივანთან რომ მოხდა და ტაივანთან რომ სათამაშო არ გავიდა ნაკრები და იმის გავსი ინსინუაციები მე რა ბოდიში და სულ არ აინტერესებდა აი ეს ტიტულების დაკარგვა. ვაუ, მადრიდში არ ჩავალ. და კიდე კარგი. რა ვიცი, ზეგლი უნდა დაუდგათ ალბათ იმჟამიდელ პრეზიდენტს ევროპული გალბურთის ფედერაციის დღევანდელი FIBA-ს. მადრიდში არ ჩაყო შვეიცარიაში მოხდა გადაწყვეტილება. და აქ რეალზეც შეგვიძლია იცი ის თქვათ რომ რეალის დაიყოლია ამაზე რომ ერთი მატჩი ჩატარდებოდა ნეიტრალურ მოედანზე თორე აქ იმდენი კულუარული ის არის რომ რეალს რო უარი და გაჯიქებულიყო რეალი რომ მე ფორმატს არ დაგარღვევინებ და რას ქვია არ მოდიან ხო ეხლა როგორია ხო უკვე თანამედროვე სამყაროა და ეხლა რუს მაპატიე და ის რუსის დამოკიდებულებით ხო არ განისაზღვრება ეხლა ვის რა უნდა და როგორ უნდა არის ფორმატი არ ჩახვალ და მეყოლი კარ ნუ საბედნიეროდ მოგვარდა ეს საკითხი და 29 ივნის დაინიშნა მატჩი ჟენევაში დაინიშნა შეხვედრა ჟენევაში ხო ის მინდა აღნიშნო რა ამ ბიჟზე მე მიგვირს კაცო ვერანაირ ინფორმაციას ვერ წავაწყდი რა მაგრამ ბიჭებისგან ვიცი რომ ძალიან ემადლიერებოდნენ და სულ ძალიან თბილი და კეთილად იხსენებდნენ და საკმაოდ ისეთი სხვა შორის არც თუ მოგზარებული წვლილი შეიტანა ერთი კაცი დავიმატეთ ჩვენ მოსკოვის დინამოდან როგორც ეგრეთ წოდებული ведомственный ის როა ხო იცი ის თავისი იქიდან ეს იყო საშა პეტროვი 2 მეტრი და 8 სანტიმეტრის მოძრავი ცენტრი იყო სხვათა შორის ევროპის 4-ზე ჩემპიონი იყო და ხონებული ძალიან ახალგაზრდა 61 წლის ასაკში გარდაიცვალა და ამ ადამიანისთვის გადაგვეხადა კაცო ბოლო მადლობა საქმეში გახლავთ რომ ფინალურ შეხვედრაში პეტროვი ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო 4 ხეულში მოხდა შედეგიანობით 12 გოლა დააგროვა ყველაზე მეტი დააგროვა ვალერი ალთაბაევმა მე ვალერი ალთაბაევის პორტრეტი ოდნავ გადამეწია. ამდენი 10 წელი გავიდა. ამ კაცის წარმომავლობა ვერ დავადგინე. მკვიდრი ბათუმელია, უბრალოდ მაინტერესებდა ეროვნებით და ისია გაფანტული რომ ვერ თორე ისე მკვიდრი ბათუმელი მთელი ცხოვრება ბათუმში იცხოვრა და ბათუმში დაამთავრა. ცხოვრა ყველაზე მეტი 17 გოლა აიღო, ანზორ ლეჟავამ 16 აიღო, ჩვენმა წიცამ ვლადიმერ უგრახელიძემ 14 გოლა აიღო, პეტროვმა ხო შური გაკილაძემ, ალექსანდრე კილაძემ 14 და პეტროვმა 12 რა და დანარჩენი საკმაოდ მწირი მონაგარი ჰქონდა და აღნიშნოთ ყველა ვინც მიიღო მონაწილეობა გურამ მინაშვილმა, ლარიკა ხაძალაძემ, ლევან მოსეშვილმა, ლევან ინსკირველმა, რეზო გოგელიამ, ამირან სხიერელმა აი ეს იყო ჩვენი გუნდის შემადგენლობა რაც ამწყვრად უკვე კარგა ხანია არც ერთი მათგანი ძვირფასო მეგობრებო ცოცხალი არ არის და აი ფინალის და ეს რატომ იყო ჩვენთვის კიდე ორმაგად მნიშვნელოვანი ფინალი იმიტომ რომ არ ვიცი ნუ ჩვენი ალბათ რა ვიცი მე ძალიან მიჭირს რა რეალურად რომ ის არა მარტო უდიდესი მამულიშვილი არა მარტო
უდიდესი მწერალი, ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ რობაქიძეზეა საუბარი. უბრალოდ აი ხოჩერ სულ ვამბობ ერთ რამე აჩვენა სამყარომ ის იდეოლოგია რისთვისაც დევნიდნენ გრიგოლ რობაქიძეს. იმ იდეოლოგიის სამყაროს რო ეცხოვრა დღეს არც ამდენი გაუგუღმართებული და გაუბედურებული იქნებოდა. არც ამდენი საშინელება არ მოხდებოდა და არც ამდენი ღირებულება არ იქნებოდა დაკნენებული და ზოგან საერთოდ განადგურებული. ამაზე რა თქმა უნდა დეტალებისგან მე ყოველთვის სვავ ამ კითხვას. რაოდენ ბედნიერია ალბათ თითებზე ჩამოსათვლილი დაგვჩნენ ჩვენი თანამემამულები, ვისაც შეუძლია რობაქიძის სიმაღლეზე ასვლა, ანუ მისი შემოქმედების წვდომა სრულად. ეს არის მწვერვალი რა ალბათ რა. ამას გენიოსი იყო. ხო, მაგრამ აი ხო წარმოგიდგენია, გენიოსზე მეტი. გენიოსები ხშირად არიბადებიან. თავარი კაცი რომელიც არა მარტო ერის სოფლიო იდეოლოგიას ქმნიდა. და ამაზე დევნიდნენ, ამით დეტალები და რა მოხდა დაესრო თამაშს, იყო უკვე წოვანი 82 წლის ასაკში და მერე დაიწყო ძალიან ისეთი ტრაგიკული სცენა გათამაშდა, რომ მატჩის შემდეგ თვითონ წერდა დას გამოუგზავნა წერილი ვერ გავბედეო მისვლავ მე ხო ვიცი ისინი რა დღეში იყვნენ ვინც დევდაო ხო აქ ბიჭო ხო ეხა ჟენევაში ხო წარმოგიდგენია ესენი რაც იყვნენ სამი იმდენი კგბ იქნებოდა ფორმი და რამდენი კიდე იქნებოდა არა და ხო იმითი ეგრეთ წოდებული პოვარი და იმითი არა მაგ დროს კომუნიკაცია წარმოუდგენელი ხო და ვერ არა გრიგოლ შეეძლო მისვლა, მაგრამ ისინი ბიჭები რო ჩამეყენებინაო. თუმცა შეუძლებელია ვერ მოუთმინა რა თქმა უნდა გულმა და მეკი კედიას ქალიშვილი დიკა კედიას თხოვა რომ ბიჭო ეგებო რომ ერთი რამდენიმე კაცი მაინც რომ დაპატიჟო რაღაც პატარა ვახშამი რომ მოვაწყო. გაიმართა ეგ ვახშამი. ვერა სამწუხაროდ დიკა მივიდა პირადად შეხვდა გურამ მინაშვილს. გურამ მინაშვილს ცხოვრებაში ამას ხო ვერ კითხავდი ბიჭო რა ჯობდა რომ ეგებ გაგეწირა თუ შენ წარმოგიდგენია საუბარია კონსტანტინე გამსახურდიას სიცოცხლის თამარის ქმარს. ხო. და ამას ეხლა კონსტანტინეს სიცოცხლის ბოლომდე რამდენჯერ წამოაძახებდა ხო რომ შენ ბიჭო რობაქიძესთან არ მიხვედი და გუნდი არ მიიყვანე. არა ვერ. არა, ისეთი გაგებით არა. კონსტანტინეს ბუნება ხო, იცი არა? ის კონსტანტინე ხო ეხლა ამას იგივე პათოსს არ შეხვდებოდა ვთქვა რაღაცა კარგი ნოველიში ისა თემა. არა, საოცარი, ბიჭო, ის შეიძლება რამდენი და ის წერილი არის სულის ამძვრელი და თვითონ თამაში ხო აღწერა. ის მაშინ NBA გამოვლილი ლეგენდა ყავდათ ეს ვენ ჰაიდაუერი და რეალი თვლიდა რომ აი გარდა იმისა რომ ხოჩერის ეს არ აღნიშნავს ხა მარტო ის რეალის არიელი სახელი ხო არ არის სტენლი მორისონი იყო ემილიანო როდრიგესი ესპანური კალათბურთის იმჟამიდელი ლიდერი ხოჩერის სერიოზულად თამაშობდა 21 კულა ჩაგვიგდო და ეს ჰაიდაუერი და ეს რობაქიძე ჭერდა ბიჭო უნიკალური რა სასწაული ზანგი ვნახე მოიდანსება რა აინც გააჩერეს ბიჭო მიიღოს რომ 30 გულა იყო ჰაიდაუერმა მაინც ბიჭების უპირატესობა იყო და ბოლოს აგვირგვინებს საოცარი რაღაცით რომ აი ეს საფინალო სასტვენი რომ გაისმაო ისე ღირსეულად შეხვდნენო როგორც აი ევროპელებს ახასიათებთო ესო ზედახორის გამართვა და ერთმანეთზე გადასვლა ხო რას თანამედროვე იმაში გადმოვიდა ბიჭო შეხედა ღირსეულად განამ ბიჭებიო ეს მიულოცეს ერთმანეთს თითქოს რაღაც აი ჩვეულებრივი უბრალო ისტორიის და შემართეს ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი და ისიც აღსანიშნავია რომ აი რობაქიძე აი ამ ფინალური შეხვედრის შემდეგ აქვე ჟენევაში ხო ჟენევაში ცხოვრობდა შეიძლება ბევრმა არც იცის სულ რაღაც იმავე წელს 4 თვენახევრის შემდეგ 19 ნოემბერს გარდაიცვალა რა. და როგორი ტრაგიზმით ავსავს. რა თქმა უნდა ამ თემას ხონებული გურამის არამცოცხალი იყო. ყველა ერიდებოდა ის არც დაგელაპარაკებოდა. ძალიან იმიტომ რომ ამ ადამიანის გულში რა ხდებოდა ხო თავად უკეთ იცოდა და ის ძალიან მტკივნეულ ემიშა შენ რო ბრძანე იქ ბევრ დეტალს უკვე ვეღარ გაიგე. ნუ ეხა ვეღარც უკვე ის ხალხიც აღარ არის ცოცხალი სხვა შორის ვინც იმ ვახშამს უნდა დასწრებოდა რობაქიძის მხრიდან ვამბობ ანუ ჩვენ ემიგრანტებზე ნუ და არცეს სპორტული ფილმების ფესტივალზე გაიმარჯვა
აი ამ მოვლენასთან დაკავშირებულმა დოკუმენტურმა ფილმმა თორაძემ გადაიღო. ისე ახლა რომ რაღაც ორ სიტყვას ვიტყვი ხვალინდელ თამაშთან დაკავშირებით და აი ეს საზოგადოება ხო ბჭყალებში გაგებით, იმიტომ რომ მე არასოდეს ნორმატიული ლექსიკის მიღმა არ გავდივარ და რატო ამასა გორი ფაქტორი პირველ რიგში თქვენ ჩემო ერთგულობს მენელო და მეორე ასე საკუთარ თავს ღირსება მაინც ადამიანის ყველაფერზე მაღლად გაის არა გაგშენ ამის უფლება რაოდენ არ უნდა იმსახურებდეს მავანი თუ მავანი არ ვიცი რა უწოდე ხა რობაქიძე კი არ ვიცი საერთოდ ხადაგიგო თუ აქვს გადაშლილი ეგ ცოტა ისეთი მომენტია მოკლედ საუბარი რაზეა ხვალ ვეთამაშებით ესპანეთის ნაკრებს მაღლებთ უკვე გორქია ჯორჯიკია სახელობის ჩვენ ახალ სპორტის სასახლეში 19 საათსა და 15 წუთზე სხვა შორის ზუსტად 4 წელი შესრულდა რომ ჩვენ ესპანეთის ნაკრებს ჩვენი პირველი ისტორიული ოფიციალური შეხვედრა თბილისში მოუგეთ და რატომ არ შეიძლება რომ ხვალ განმეორდეს აქ ეხა კალბურთის ერთგულ კომაქს მივასწრე ინფორმაციას რომ აი ეს დისკვალიფიკაციები და გაძევებები საბედნიეროდ არ ითვალისწინებს შემდგომი შეხვედრების გამოტოვების სასჯელს და ასე რომ საშა ჯიკიშის ხელთ არსებული ყველა კალათბურთელი ხვალ ჩვენი გუნდიდან მოედანზე იქნება, იმიტომ რომ რაც რიგაში მოხდა ეს წარმოუდგენელი არ მინდა იმ პერიპეტიებს შევეხო, უბრალოდ მხოლოდ მიშა ერთს გაგახსენებ. ათეული წლებია აი შე რაღაც სპორტზე რო გიკითხავს, სულ უსვავდი ხას. ეხა მე მინდა ეგებ თქვათ მე ვარ რაღაც მწყრალად მოგონებებთან და გამახსენოთ რა. ეს გიგვირთ? გამახსენეთ რა. ფეხბურთი, კალათბურთი. კაი, მაშინ ჯერ კიდე ნაკრებები არ იყო და კი ბატონო 90-იანების შემდგომ ცალკე ეპოქა. 90-იანებამდე საბჭოური ეპოქა. საბჭოურ ეპოქაში კლუბები. გამახსენეთ რა, რომელი ერთი აი ღირსეული გუნდი და მერე რამდენიმე უკრაინელი სპორტსმენი მაინც. აი ეს სიბინძურე, აი ეს რაც გააკეთეს და რასაც აკეთებენ, ეგ არის მაგათი ხელწერა. ეს ჩემი მოგონილი არ არის და ამას ეხა ცალკე გადაცემას ხო არა, ცალკე ერთი კი არა 20 გადაცემა შემიძლია გავაკეთო ამათი ხაბადაღებული კიევის დინამოს ქმედებებიდან, თავისი დნეპრი, თავისი შახტიორებიდან და ნუ კალათბურთი ეს ტრაიწელი და ის და რაღაცა გამონათებებივით ხო ერთი მკაიკი ის იყო რა სანამ ზურა ხრამაევი იმიტომ რომ დედა ყავდა ზურას ქართველი ის იყო ლადი კავკაზელიოსი იყო და კიდე ქართულებას და ესეთ პროვოკაციებს ერიდებოდა თორე რაც აქ მარტო რაც ეხა ჩემთაობას კარგად ახსოვს მარტო ბელასენის პრიზი მიცეს მატჩის საუკეთესო მოთამაშეს და უზარმაზარი პრიზით ხონებული ვერაცვალი იბისოს კაცო ლიზა დეიდას ლიზა აზიზოვას მიუტანა და აი ესე და აი თავთან სანტიმეტრებში გავდა აი ესე დააფშუნა არა ეს ჩვეულებრივი ეხა რაც ეს ანუ სამწუხაროდ მე არაფერი არ გამგვირებია მე მხოლოდ ელემენტარულად აი ისე წმინდა არა მარტო როგორც კომაგი და ეხა რაღაც მინახავს სპორტში და რაღაც ვიცი აი ეს სამი მსაჯი ეს ფრანგი სერბი და ბულგარელი რა აი მაც მიცეს კლასიკურად პოლიტიკური ხასიათი გეგონება უკრაინა რა მდგომარეობაში არის ახლა და რა ჭირს ხო ეს თითქოს ისე გამოვიდა ჩვენი ბრალი ყოფილა და ჩვენზე იყარე ჯავრი არა სხვა დასკვნას ვერ გამოვიდა ის პროვოკაციები ყველაფერი რაც იყო მე სხვა კუთხით მინდა ეხა იმის გაშიფროს კი არ ვიცი მაქსიმუმ იყო თითო ტექნიკური ამათმა ელემენტარულად საუკეთესო მოთამაშე მოგვიხსნეს ჯერ ერთი მერე მეორე ანუ ორი ტექნიკური იქ სადაც რატო სხვა თამაშებში ასჯერ უარესი ხდება სხვა თამაშებში და მსაჯები იფარგლებიან ესე იგი ესენი გამოდგენ ყველაზე პრინციპული მსაჯები მსოფლიო ისტორიაში ასე გამოვიდა რა ასე გამოვიდა მაგრამ ეხა მე მთავარი მინდა ვთქვა ბიჭო რამდენჯერ პერიოდულად ვიმეორებ ბიჭო საკუთარი სისხლი და ხორცია საკუთარი გუნდია 200 ქულითაც რო წააგო. ბიჭო, საკუთარ სის და ხორცს შეურაცხყოფას რატო აყენებ თქვენ მამაცხონებულებო, თქვენ არ შეუმდგარო არარაობა მართა არს, იმიტომ რომ ღირსეული ადამიანი ამას არ იკადრებს, ბიჭო. მოიცა თქვენზე ნაკლებად დამსდა გული მეწყინა ვინერიული თუ ერთი საინტერესოა რა. ბიჭო, ეს ეგრეთ წოდებული რო გითხარი ნიკო კაცები სოციალური აჭრელებული, ავსებული როგორი უხამსი შეურაცხყოფებით, ეპითეტებით, ესენი ყოფილან გენიოსები, ბიჭო. და ეს ეხა ეს სიძულვილი ზენაზე რო კანონი შემოიღოს ერთი ის კომისიის, ერთი აქაც ისე უნდა ჩართო რა. ისი რა კუთხით? აი ამ შანტრაბას მოუყარო თავი. აი ამ იმას ამ არ ვიცი რა დავარქვა და
ბიჭო უნდა დაელაპარაკო როგორც ეგენი მოდი ეგენი მოვიყვანოთ რა ეგენი გვასავლიან კალათბურ ცხოვრებას თვითონ ყოფას აბსოლუტურად არა, გასაგებია ეხლა რატო შენი ვამბობ ეხლა რატო ემოცია. გავაკეთე ეს შესავალი არ შევეხებოდი უბრალოდ აი ეხლა ნახე ბევრჯერ მithქვავს რომ მე ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ ძალიან არაპოპულარულ რაღაცას უბრალოდ მე ამის სამწუხარო დასაბუთება და დამტკიცება შემიძლია ნებისმიერ ჩვენი ყოფის ეტაპზე აი პირადად რას თავი მახსოვს არა მარტო და მანამდეც აი იგივე მაშინ რო ვთქვი რომ მიშა მესხი რო წავიდა ისე რომ გააგდეს და ისე რომ კაჩული ქუჩაში არ გამოვიდა თქო ხო აი ზუსტად იქიდან კერძოდ ხვალ უნდა გაიძეძგოს აქ სპორტულ მხარეზე არ არის საუბარი აქ ჭირდება გავდივ რა ბიჭო 2 მილიონმა კაცმა რო კალათბურთზე ესპანეთის ნაკრებთან 10000 ისა 12000 კაცი ვერ შეავსოს მაშინ რაღა გინდათ ბიჭო რისთვის არც ერთ ქვეყანაში ეს არ ხდება პირიქით ყველა წაგებული თამაშის შემდეგ კომაგი საკუთარი გუნდის ხარდასაჭერა და აორმაგებს კი ბატონო აორმაგებს დამოკიდებულებას და განწყობას და ახლა მაინც გამოჩნდება რომ კეთილი ინებეთ და საკუთარ ბიჭებს საკუთარ სის და ხორს დაუდეკით გვერდი და დაუჭირეთ ხარი ბიჭო და კიდე რა მამუკელაშვილთან დაკავშირებით აგიხსნეს გაგაგებინეს არ მოყვები მაგრამ ორი ვარიანტია ესეთი უმეცრები ხართ რომ ვერ დადის თქვენ ერთ ნაცრისფერ უჯრედამდე რატო ფიზიკურად ვერ შეძლებდა მამუკელაშვილი ამ თამაშებში მონაწილეობას თუ უბრალოდ არ გინდათ ამის ხანდახან მგონია რომ ერთი და იგივე სასწავი წერს აი ისე იმ სიძულვილის ენის კომისიას თუ ამათაც მოგიდება ხელს რამდენიმე კაც თვალსაჩინოებისთვის მაინც ნამდვილად არ იქნება ის ახლა გამოჩნდება რომ იტყვიან აბანოში რომ იტყვიან ხვალე 19 საათსა და 15 წუთზე ვეთამაშებით ესპანეთს არის პრესტიჟის ღირსების თამაში გულშემატკივრობთ ჩვენს კომაკ და რას თავარი კეთილი ინებ უნდა თამაშზე მომბძანდელი შენი ემოცია სავსებით გასაგებია დიდი მადლობა და ამით დღეს დავემშვიდობოთ ჩვენს მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შაბათს